დღევანდელი ჩვენი სტუმარია ქალბატონი ნათია ოკუჯავა, ძალიან გამორჩეული ექიმი, ნევროლოგი, ძილის და ეპილეფსიის სპეციალისტი და ქართულ-ჰოლანდიური ცენტრის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. ძილის დარღვევა იყოს პირდაპირ მენტალური პრობლემით გამოწვეული დეპრესიაში, ფოთიაშლობა, ან ნებისმიერი სხვა, მაგრამ შესაძლებელია იყოს ეს მენტალური პრობლემა, მაგრამ დამოუკიდებლად არსებობდეს კიდე ცალკე ძილის პრობლემა. თუ კვირაში მინიმუმ 3 ღამე, მინიმუმ 3 თვის განმავლობაში ჩვენ ცუდად გვზინავს და შემდეგ ცუდად ვგრძნობთ თავს მეორე დღეს, მაშინ ეს უკვე არის სამედიცინო პრობლემა, ხო? პირად ძილის დარღვევა მაინც საზოგადოებაში აღქმული არის უფრო ჩაძინების პრობლემასთან, რომ ანუ 1 საათი ან რამოდენიმე საათი შეიძლება მთელი ღამე ვერ ვიძინებ. რა თქმა უნდა, ეს არის ძილის დარღვევა, მაგრამ ამის მიღმა ძალიან ბევრი ფორმა არსებობს. უნდა დავიწყოთ იქედან, რომ ურნალობთ ადამიანს რა, ერთმთლიანს, ძალიან ასე ვთქვათ, რთულ ცოცხალ ორგანიზმს და არ შეიძლება რომ რაღაცნაირად აი ესე ძალიან ვიწროთ დავყოთ ჩივილები თუ დარღვევები, რომელიც არსებობს, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვხედავთ ხეს და დღეს ვერ ვხედავთ ამ ხის მიღმა. ჩვენ არ უნდა შეგვეშვიდნეს ძილის პრობლემის, მე ასე ვფიქრობ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ იგნორი გავუკეთოთ ძილის პრობლემას. არავითარ შემთხვევაში. მოგესალმებით, მე ვარ ფსიქიატრი გუგა სიხარულიძე და ჩვენ წარმოგიდგენთ პოდკასტს როცა კლინიკა იკეტება. დღევანდელი ჩვენი სტუმარია ქალბატონი ნათია ოკუჯავა, ძალიან გამორჩეული ექიმი, ნევროლოგი, ძილის და ეპილეფსიის სპეციალისტი და ქართულ-ჰოლანდიური ცენტრის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. ჩვენი პოდკასტის ფარგლებში დღევანდელ დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ძილზე და მენტალურ ჯანმრთელობაზე. და ვფიქრობ, ეს ძალიან საინტერესო იქნება და ძალიან ბევრს საინტერესო მიგნებებს და ჩვენს გამოცდილებას გაგიზიარებთ. ზოგადად ორი სიტყვით რომ ავხსნათ, ეს პოდკასტების სერია დაიწყო, ეს არის კლუბი ექსპერტები მენტალური ჯანმრთელობისთვის იმის ფარგლებში, რაც მოიცავს მედიცინის სხვადასხვა დარგების ექსპერტების მოწვევას ჩვენ კლინიკის ამ ლამაზ გარემოში სამუშაო დღის მერე და როდესაც ჩვენ გავუნხილავთ სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემებს და მათ კავშირს მენტალურ ჯანმრთელობასთან. ნათია, მოგესალმები. მიხარია, რომ დღეს ხარ ჩემი პირველი სტუმარი. მე ძალიან მიხარია და დიდ პატივად მიმაჩნია, რომ ასეთ საინტერესო პროექტს ვიწყებთ ერთად დღეს და მე პირველი პოდკასტის სტუმარი ვარ. მადლობა შენ კიდევ ერთხელ. მოდი, მე მინდა პირველ რიგში, როდესაც საუბრობ ჩვენ რამოდენიმე სპეციალობის კომორბიდული ანუ თანაარსებული პრობლემის ან ერთი პრობლემის, რომელიც შეიძლება რამოდენიმე მიმართულებით სხვადასხვა სპეციალობა შეეხოს ჯანმრთელობის. მოდი ჯერ გავსაზღვროთ და რა არის, რომ განუმარტოთ კომორბიდობა, რა არის ერთი და იგივე პრობლემაში სხვადასხვა სპეციალისტის ჩართულობა, თუ შეიძლება რომ დამეხმარო. ალბათ მნიშვნელოვანია ეს. იქედან, ხო, უნდა დავიწყოთ იქედან, რომ ჩვენ ხომ მკურნალობთ ადამიანს რა, ერთმთლიანს, ძალიან ასე ვთქვათ, რთულ ცოცხალ ორგანიზმს და არ შეიძლება რომ რაღაცნაირად აი ესე ძალიან ვიწროთ დავყოთ ჩივილები თუ დარღვევები, რომელიც არსებობს, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვხედავთ ხეს და დღეს ვერ ვხედავთ ამ ხის მიღმა, ხო მართალია რა და ეს კონცეფცია რაღაცნაირად მე ვფიქრობ, რომ აი ასეთი სპეციალიზაციის და ძალიან ვიწრო სპეციალობებად მედიცინის დაყოფის შემდეგ ეს კონცეფცია უფრო და უფრო მეტად იკრებს ძალას და ეს კომორბიდობების რაღაცნაირად აღქმა ხდება თვითონ სამედიცინო სპეციალისტებს შორისაც. კერძოდ იმის, რომ თან არსებობს სხვადასხვა დარღვევა და ამ დარღვევებს შეიძლება ჰქონდეთ ან საერთო მიზეზი, ან რაღაც მიზეზშედეგობრივი კავშირი, ან სულად შემთხვევით თან არსებობდნენ, მაგრამ ვიცოდეთ, რომ რატომღაც ეს ორი დარღვევა ადამიანს შეიძლება ხშირად ჰქონდეს ერთად. აი მაგალითად, შაკიკი და ეპილეფსია ხშირად ერთად არის. ხშირია მათი კომორბიდობა.
დაახლოებით 30% ადამიანებს, რომელსაც აქვს ეპილეფსია, ამავე დროს აქვს შაკიკი და ეს არის ესეთი კომორბიდული მდგომარეობები. განსაკუთრებით ახლა მე გავამხილ ჩვენაზე ვაპირებ დღეს საუბარს არა, ეს არის ძილი და მენტალური ჯანმრთელობა და მე მგონი ჩვენი ძვირფასი მაყურებლისთვისაც აბსოლუტურად გასაგებია რომ ძილი და მენტალური ჯანმრთელობა გადაჯაჭვულია ერთმანეთში. შეუძლებელია რომ ცუდად გეძინოს და ამავე დროს არ ქონდეს სხვა ჩივილები და პირიქით ქონდეს შფოთვა ან გულებაგანწყობის რაღაცა ესეთი მერყეობა თუ ცვლილება თუ დაქვეითება და ამ დროს ძალიან კარგად გეძინოს. ასე რომ ეს მდგომარეობები ნამდვილად გადაჯაჭვულია. ტიპში ეს ისეთი ტიპის კავშირია, რომელიც ზოგადად ანუ ადამიანებისთვის უცხო არ არის ის რომ რაღაცა მენტალური პრობლემა ძილის დარღვევასთანაც გარკვეულ კავშირშია ზოგადად საზოგადოებისთვის ნაცნობია თუმცა ალბათ ბევრი ისეთ საინტერესო დეტალი არსებობს როდესაც ჩვენ უფრო კარგად და სწორად გავიგებთ თუნდაც იგივე ძილის პრობლემის შესახებ რომ რამდენ კომპონენტს რამდენად მრავალფეროვანია ძილის დარღვევები რა კავშირია ნუ კავშირია ზოგჯერ პირველადი რა არის თქვათ მენტალური პრობლემამ გამოიწვია ძილის დარღვევა თუ პირიქით პირველადმა ძილის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს მენტალური პრობლემა ალბათ ნელ-ნელა ჯობია რომ ეს ამის განხილვის ეტაპზეც გადავიდეთ სიამოვნებით ჩვენთან ერთად გუგა და მოდი ალბათ ისიც დავაზუსტოთ რომ აი ძალიან ბევრი ძილის დარღვევა არსებობს ძილის მედიცინა ცალკე სფეროა და სპეციალობა და ჩვენ მაინც უფრო მეტად აქცენტს გავაკეთებთ უძილობაზე ძილღვიძილის რითმის დარღვევაზე სიზმრებზე კოშმარებზე და შეიძლება ძილიანობაზეც აი ეს 4 ძირითადი დარღვევა არის რომელიც ძალიან მჭიდრო კავშირშია მენტალურ ჯანმრთელობასთან. ხო ხშირად ძილის დარღვევა მაინც საზოგადოებაში აღქმული არის უფრო ჩაძინების პრობლემასთან რომ ანუ 1 საათი ან რამოდენიმე საათი ან შეიძლება მთელი ღამე ვერ ვიძინებთ. რა თქმა უნდა ეს არის ძილის დარღვევა მაგრამ ამის მიღმა ძალიან ბევრი ფორმა არსებობს ძილის დარღვევის რომელიც აიგივე ახსენე რომ ჭარბძილიანობა ანუ ზოგჯერ ადამიანები გვეუბნებიან რომ იცი რა იმდენად კარგად ვძინასო 12 საათი შემიძლია რომ უწყვეტად ვიძინო და ამ დროს ესეც შეიძლება იყოს ძილის დარღვევა და აი თუ შეიძლება რა კრიტერიუმებია ძილის დარღვევის თორე ჩვენ შეგვიძლია ამოვიცნოთ რომ მიუხედავად იმისა რომ არ გვაქვს ჩაძინების პრობლემა ჩვენ ძილი არ იყოს იმ ხარისხის და სრულფასოვანი ანუ რა კრიტერიუმებია კიდე ძილის დარღვევის იცით ახლა უშუალოდ ჩაძინების პრობლემასაც რომ შევეხოთ არა ახლა ჩაძინების პრობლემა ეს არის უძილობის აი ინსომნიას ვეძახით ჩვენ ამას ჩვენ ენაზე აი ამის ნაწილი ხო აი ინსომნიას რომელიც უძილობა რომელიც სოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 10%-ს აქვს იმ ხარისხის გამოხატული რომ უკვე ექიმის ჩართულობას მოითხოვს არის რამდენიმე ტიპის ეს არის ძირითადად ჩაძინების პრობლემა ესე იგი ადამიანი წვება და მე უჭირს საკმაოდ ხანგრძლივი დროა სანამ ჩაიძინებს შემდეგი ეს არის ძილის უწყვეტობის პრობლემა აი რომ ამბობენ ძილს ვეღარ ვიბრუნებ ხშირად მეღვიძება და მე ისევ მიჭირს ჩაძინება ეს არის ძილის დროის შემოკლება უძილობის დროს და ზოგადად ძილის ხარისხით უკმაყოფილება ადამიანს ძინავს თითქოს კარგად, მაგრამ იღვიძებს გამოუძინებელი და დაღლილი. ეხლა ჭარბძილიანობა ახსენე გუგა და აქაც ახლა რაც ცხადია ახლა როდესაც ადამიანს აქვს ესეთი დაუძლებელი სურვილი რომ დაიძინოს, ძინავს თითქოს და შემდეგ ისევ დაღლილი და გამოუძინებელი იღვიძებს ცუდად არის. ესეც უკვე ასე თქვა ამოსაცნობი ნიშანია იმისა, რომ რაღაცა ტიპის ძილის დარღვევასთან გვაქვს საქმე. აი გამოუძინებლობა ახსენე და ჩემთვის ანუ ძალიან ხშირად ხდება ესეთი ის რომ ძილის ვეკითხებთ ადამიანს აქვს თუ არა ძილის დარღვევა და არა გუგა ექიმო პირიქით ძალიან ღრმად მძინავს მეუბნება 8 საათი 10 საათი მძინავს მაგრამ მე შემდეგ კითხვაზე ანუ რამდენად დასვენებული იღვიძებ ანუ არა მეუბნება რომ ძალიან დაღლილი იღვიძებ და აქ მიდის ანუ ახსნა იმის რომ ძილის ფუნქცია რა არის ანუ დავისვენოთ და თუ დავისვენება ვერ შედგა და ვერ შეასრულა ძილმა ესე იგი ჩვენი ძილი არ არის სრულფასოვანი შესაბამისად ესეც ძილის დარღვევა და ესეც საჭიროებს გამოსწორებას
წინააღმდეგ შემთხვევაში ის გამოუძინებლობა მეორე დღეს უკვე ჩვენ ემოციური მდგომარეობას წაისახება, ხო? კი, რა თქმა უნდა, ზოგადად ცუდი ძილი ფასდება ცუდი ღვიძლით არა, ზოგადად ძილის ფუნქცია როგორია, ფასდება ჩვენი ღვიძლით. თუ ჩვენ ღვიძავს კარგად ვართ, ფხიზლად ვართ, ვართ კონცენტრირებულები, აქტიურები, არ გვეძინება დღის განმავლობაში, მაშინ და დაღლილები არ ვართ, მაშინ ესე იგი ჩვენი ძილი კარგია. ეს ეხება არა მარტო უძილობას და მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ძილის დარღვევას, არამედ ყველა სხვა ძილის დარღვევასაც. და აი, შენ ახსენე ჩვენ საერთო პაციენტებს ყოლია ესეთი არა, გუგა, რომელიც აი ესეთ გამოუძინებლობას უჩიოდა და მე ჩვენ ძილის ჩაწერის დავადგინეთ, რომ მას პირიქით აქვს ძალიან ესეთი ჭარბი ღრმა ძილი. ბევრი ღრმა ძილია, რომელიც ხო, სხვა კომპონენტები აკლდა. ძალიან საინტერესო შემთხვევა იყო, იმიტომ რომ პირიქით საძილე პრეპარატები უკუ შედეგს იძლეოდა და ზუსტად პირიქით იქ საძილე პრეპარატის მიცემა არ შეიძლებოდა და სულ სხვა ტაქტიკა იყო არჩეული და ზუსტად ჩვენი ეს ძალიან საინტერესო მრავალწლიანი თანამშრომლობა სხვადასხვა პროფილის ექიმის ერთი პაციენტის პრობლემის მოსაგვარებლად ძალიან ეს ნათელი მაგალითია, როდესაც ანუ გამოვიკვლიეთ ძილი დათიაშეს ცენტრში და აღმოაჩინეთ რომ თურმე პირიქით, ანუ აბსოლუტურად განსხვავებული ტიპის ძილის დარღვევა აქვს და პირიქით აქ საძილე წამალი არ მიიღება. აი ამ თანამშრომლობაზე მინდა თუნდაც ჩვენ ძალიან საინტერესო თანამშრომლობის რაღაცა რომ გაუზიაროთ, რატო არის მნიშვნელოვანი, როდესაც მაგალითად ძილის სპეციალისტი, ნევროლოგი და ფსიქიატრი თანამშრომლობენ და ისინი გაერთიანებული არიან პაციენტისთვის და ადამიანისთვის, რომ კიდევ უფრო მას სრულფასოვანი მკურნალობა და სრულფასოვანი დახმარება მიაწოდონ. გთხოვეს რომ გაუზიაროთ ჩვენს. იცი გუგა, აი ესეთი მრავალმხრივი ჩართულობა მულტიდისციპლინური საძახია სხვადასხვა ვიწრო სპეციალობის მქონე ადამიანებისა და სპეციალისტებისა და მათი შეთანხმებული მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის ხშირად რომ მოგვარდეს ადამიანის პრობლემა. სხვა შორის ერთი არის საინტერესო, ძალიან დიდხანს აი ეს ძილის დარღვევები, რომელზეც ჩვენ საუბრობთ, პირდაპირ აი ფსიქიატრების კლასიფიკაციაში შედიოდა, ხო მართალია რა, მაგრამ მე აღმოჩნდა რომ აი ადამიანს აქვს დეპრესია და აქვს ძილის დარღვევა. დეპრესია საკმაოდ კარგად იმართა, ადამიანი თავს გრძნობს კარგად, მაგრამ აი ეს ძილის დარღვევა დარჩა. ანუ ავტომატურად არ ნიშნავს, რომ მე დეპრესიას ვუმკურნალე და ძილიც გასწორდა. მაგრამ მეორე მხრივ მე თუ ძილს ვუმკურნალებ და ვმართავ კარგად, ფსიქიატრს ბევრად უფრო ვუადვილებ თავის საქმეს, რომ აი ეს დეპრესია იქნება თუ შფოთვა იქნება, მართოს და პაციენტი გადავიდეს ისეთ მდგომარეობაში, რომ მან თავი იგრძნოს კარგად. ასე რომ, რა თქმა უნდა, აი ეს დარღვევები, ჩივილები ერთმანეთთან კავშირშია, შეიძლება მიზეშედეგობრივ კავშირშიც იყოს, მაგრამ რაღაცნაირად ეს ისე თან არსებობს, რომ საჭიროებს ცალ-ცალკე სპეციალისტის ჩართულობას, რომ მოგვარდეს როგორც ერთი მხარე, ისე მეორე და თანაც კავშირზე ყოფნას იმისათვის, რომ ჩვენ რაღაც ერთმანეთს ვუგდოთ ყური, გვესმოდეს და ერთობლივად ვმართოთ აი ეს პაციენტი. ხო, ანუ რეალურად თქვათ, შეიძლება ძილის დარღვევა იყოს პირდაპირ მენტალური პრობლემით გამოწვეული დეპრესია, შფოთვაში, ლობა, ან ნებისმიერი სხვა, მაგრამ შესაძლებელია იყოს ეს მენტალური პრობლემა, მაგრამ დამოუკიდებლად არსებობდეს კიდე ცალკე ძილის პრობლემა, რომელიც ერთის მხრივ ფსიქიკური პრობლემის დალაგება ავტომატურად არ გამოიწვევს ძილის პრობლემის დალაგებას და მეორეს მხრივ იმის გამო, რომ ძილის პრობლემა მაინც დარჩება, ის უკუმხარეს, ანუ ხელშეგვიშლის იმას, რომ ჩვენ ფსიქიკური პრობლემის მკურნალობა უფრო ეფექტურად ჩავატარებთ. აი ეს არის ზუსტად ალბათ ის შემთხვევა, როდესაც საკრალურად მნიშვნელოვანია ძილის სპეციალისტის და ფსიქიატრის ერთობლივი მუშაობა და ერთობლივი ძალისხმევა. აი ჩვენ საუბრობდით პრობლემებზე, ზოგადად მე ვფიქრობ, რომ დღევანდელ მედიცინას დიდი პრობლემა აქვს ამ მულტიდისციპლინარულ მიდგომაში, იმიტომ რომ მედიცინა ძალიან გაიზარდა, ისე გაიზარდა, რომ ანუ სპეციალობებს უამრავი ქვესპეციალობები მოყვა, გადით და ეს ჩვენ რო გადავიყვანოთ რაღაცა მეგაბიტებში და ტერაბიტებში, უთვალავი გახდა მედიცინა, ძალიან დიდია და ხშირ შემთხვევაში ჩვენ სპეციალისტები მხოლოდ
ნაწილობრივ ცოტა მიკერძოებული ვართ ხოლმე და ჩვენი პრიზმიდან უყურებთ ამა თუ იმ ჯანმრთელობის პრობლემას და როდესაც არსებობს ასეთი გამოცდილება ურთიერთთანამშრომლობის და მე ძალიან ბედნიერი ვარ და მოხარული ვარ, რომ შენაირ ადამიანთან და სპეციალისტთან ესეთი მრავალწლიანი თანამშრომლობის გამოცდილება მაქვს. ეს მე ვფიქრობ მკვეთრად ზრდის უკვე ჩვენი დახმარების და ჩვენი მკურნალობის ეფექტურობას. ახლა მე ისე იმაშიც უნდა გამოუტყდე ჩვენს მაყურებელს, რომ ჩვენი მრავალწლიანი თანამშრომლობა იმით დაიწყო, რომ გუგა ჩემი სტუდენტი იყო. ხო. და რაღაცნაირად მე გამოვიდა, რომ ყველა ეტაპს მისი კარიერის და მისი ესეთი სპეციალიზაციის მე არა მარტო თვალყურს ვადევნებდი, მაგრამ რაღაცნაირად თვითონ გუგასთან მქონდა აქტიური ურთიერთობა და ძალიან მიხარია ახლა, რომ ამ ასეთ ლამაზ და მშვენიერ ადგილას ვზივართ სამუშაო დღის შემდეგ. ცხადია გუგა ახლა განსაკუთრებით როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ადამიანის თავის ტვინზე რა ნერვულ ფუნქციაზე თუ ფსიქიკურ ფუნქციაზე ძალიან რთული აქვს რაღაცა ესეთი ზღვარი გაატარო და თქვა რომ არა იცი რა მე ახლა ძილს უმკურნალებ თუ ადამიანს ძილის დარღვევა აქვს და შენ კიდე მიდი მარტო შფოთვას ან პანიკურ შეტევებს ან დეპრესიას უმკურნალებ მაშინ როდესაც ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის გადაჯაჭვული. აი ხა ზოგადად ახლა ჩვენ ვავიღოთ უძილობის ჩამოყალიბების თეორია როგორია, იცი? ეს არის ესეთი შპილბერგერის სამკომპონენტიანი თეორია. ერთი არის ადამიანის მზაობა, ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი მზაობა. აი ფხიზელი ძილიო რო იტყვიან, მართლა არიან ადამიანები, რომლებიც ისე არიან მოწყობილები ფიზიოლოგიურად, გენეტიკურად, რომ მათ აქვთ ფხიზელი ძილი და უფრო ადვილად უვითარდებათ ამიტომ ძილის დარღვევა. ხა მეორე კომპონენტი ეს არის აუცილებლად რაღაცა ფსიქო-სოციალური სტრესი. დადებითი თუ არ ყოფითი თუ სიტუაცია შეიძლება მართლა სტრესი იყოს განცდა, შეიძლება იყოს უბრალოდ ის რომ აი ქალს ეყოლა გოგონას შვილი და ბავშვი არ აძინებს, ამაზე კარგი რა შეიძლება იყოს. და მესამე არის უკვე ის როდესაც ჩვენი ძილი გვერღვევა აი ამის გამო, უკვე ვიწყებთ არასწორ ქმედებებს იმისათვის რომ თითქოს და ეს ჩვენი ძილი მოვაწესრიგოთ, მაგრამ კიდევ უფრო მეც ვაშავებთ. აი მაგალითად მე რომ არ მეძინება მივეჩვიერო 3 საათზე ბავშვი მაღვიძებს და 3 საათამდე აღარ მეძინება, ბავშვი აღარ მაღვიძებს, მაგრამ დავწვევი 10 საათზე რომ ეგება ადრე დამეძინოს. და მეწყობა კიდევ უფრო დიდი შფოთვა იმასთან დაკავშირებით, რომ 3 საათამდე მაინც ვერ ვიძინეთ. უკვე საწოლის მეშინია, უკვე ჩაძინების პროცესის მეშინია და ვამყარებ აი ამ ჩემ უძილობას და აქ უკვე რა თქმა უნდა ერთვება, აი რომ მოვყვეთ აი უძილობის ჩამოყალიბების კლასიკური აი ესეთი მოდელი, რომელიც პირდაპირ არ არის დაკავშირებული მენტალურ პრობლემასთან, აქ უკვე ერთვება რა თქმა უნდა მენტალური პრობლემებიც არა და აი იკვრება აი ესეთი მანკიერი წრე. ხშირად არის ხოლმე ასეთი ის, რომ მაგალითად მე ბავშვობიდან ასე მძინავს და ეს არის ჩემი ნორმა და რატო არ შეიძლება რომ ძილი იყოს ბავშვობიდან დარღვეული, იმიტომ რომ პრინციპში ძილის დარღვევას ასაკი არ აქვს. იმიტომ რომ შეიძლება ადამიანი დაიბადოს აპრიორი თავიდანვე ძილის დარღვევით. ამიტომ ზოგჯერ ჩვენ გონია რომ ასეთი ტიპის ძილი არის რომელიც ჩვენთვის შეეული არის ნორმა, მაგრამ ის რომ მრავალი წელი ან თუნდაც ბავშვობიდან ასე გვძინავს, სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენ ბავშვობიდან არ გვაქვს ძილის დარღვევა და ეს კორექციას და დახმარებას არ საჭიროებს, ხო? კი, რა თქმა უნდა, ცხადია და ამ შემთხვევაში ხშირად ძალიან დიდ როლს ასრულებს ქცევითი ფაქტორები, არასწორი ქცევა თუ ვინც ბავშვობაში ეს იქნება მშობლების მხრიდან, რომ აი ბავშვი რაღაცა ესეთ ხმაურიან გარემოშია, წევენ ანგარიშს, ხშირად უწევთ თავისთან დიდი ხნის განმავლობაში მშობლებს თავისთან საწოლო ოთახში ბავშვი ან თუ გინდა რომ ავიღოთ აი სკოლის ასაკი, ხო ბავშვი არის მეორე ცვლაში, ამიტომ ეჩვევა გვიან დაძინება, შემდეგ გვიან გაღვიძებას და აი ეს ცირკადული რითმი ვახსენეთ ჩვენ ძილღვიძილის რითმის დარღვევა, ესეთი გადანაცვლება ხდება, რომელიც შემდეგ მთელი ცხოვრების განმავლობაში შეიძლება გაყვეს. რომელიც მე ვფიქრობ, რომ ალბათ თანამედროვე მედიცინაში სულ უფრო და უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება ცირკადულობას და აი სულ რამოდენიმე წლის წინ ნობელის პრემიაც მიენიჭათ იმ ადამიანებს, ვინც ძილის ცირკადულობა დაადგინეს. და ეს ბევრად უფრო ცდება ფსიქიატრიის და ნევროლოგიის საზღვრებს და
მე ვფიქრობ, რომ ალბათ სისტემა არ არის ადამიანის ორგანო დაავადება არ არის, სადაც ანუ ძილღვიძილის ფაზის დარღვევა არ ახდენდეს გარკვეულ გავლენას, დაწყებული იმუნიტეტიდან ალერგიული რეაქციები და უამრავი. ალბათ დარგი არ არის და სპეციალობა არ არის და დაავადება არ არის, სადაც ძილის დარღვევა და ძილის ცირკადულობის მოსვლა თავის ყველას არ ტოვებდეს ნეგატიურს. ამიტომ მე მინდა ეხლა კითხო, ანუ არის ესეთი მოსაზრება და ზოგადად მუსილებს, რომ ძილის კურნალობა ერთის ხრივ არის ერთი კიდურესობა, რომ ძილის კურნალობა ყოველთვის საშიშია, ანუ ძილის მედიკამენტები არის ყოველთვის საზიანო და საშიში და მეორეს ხრივ ჩვენ ხედავთ ხოლმე პირიქით თუნდაც ყოველასთვის კარგად ნაცნობი ერთი შეხედვით სრულიად უსაფრთხო მელატონინის ანუ არასწორად გამოყენებას და იქნებ შევეხოთ იმას, რომ რამდენად უსაფრთხო შეიძლება იყოს და აქ თუ არა დღეს მედიცინაში შესაძლებლობები, რომ ძილს ისე უკურნალოთ, რომ სხვა რისკებისგან ადამიანი იყოს დაცული. ცხადია, გუგა, ალბათ ჩვენ პოდკასტში აუცილებლად უნდა შევეხოთ ამ თემას, იმიტომ რომ აი ეს მედიკამენტური მკურნალობა, ძილის დარღვევების და ხშირად თვითნებური მკურნალობა არის, მე ვიტყოდი, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა და ძალიან დამაზიანებელი პრობლემაც, იმიტომ რომ როდესაც ადამიანს ერღვევა ძილი, ისინი იწყებენ ყველანაირი პრეპარატების, წამლების გამოყენებას, რომელსაც აქვს ჰიპნოზური, ანუ საძილე ეფექტი. და ხშირად ეს უბრალოდ საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისათვის. ახლა ჩვენ რომ მიუბრუნდეთ გაიდლაინებს, აი ბოლო გაიდლაინითაც უძილობის მკურნალობის უძილობაზე მაქვს მე საუბარი და იგივე ძილღვიძილის ციკლის დაროს წამყვანი არის არამედიკამენტური ეგრეთ წოდებული კოგნიტურ-ბიჰევიორული ქცევითი თერაპია, რომელიც არის აბსოლუტურად ესეთი ჩამოყალიბებული 6-7 სესიისგან შემდგარი თერაპია და თითოეულ სესიას აქვს თავისი სამიზნე, რა უნდა გაასწოროს. ეს არ არის მარტივი. ნუ ხა ცხადია, რომ ჩვენ ლაპარაკობდით, რომ ძილის დარღვევაში ლომის წილი მიუძღვის არასწორ ქცევას და ჩვევას, ასევე ამის აღდგენის ბუნებრივია რეცეპტი არსებობს, რომ რაღაც დავარღვიო შემიძლია რომ გამოასწორო. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს მარტივია, იმიტომ რომ ეს მოითხოვს თვითონ ადამიანის პიროვნების ძალიან ისეთ აქტიურ ჩართულობას და დისკომფორტების გადალახვასაც, რაც დაკავშირებულია აი ამ შენი ჩვევების შეცვლასთან, რაც ხშირად შემაწუხებელია. სხვაშორის ძალიან საინტერესოა, ახლა უკვე ისევე როგორც წამლით ფარმაკოლოგიურ თერაპიაზე, აი ძილის ექიმები განიხილავენ აი ამ არაფარმაკოლოგიური ქცევითი თერაპიის გვერდით ეფექტებსაც, რომლებიც ასეთივე შეიძლება დისკომფორტი და ცუდი შეგრძნებები გამოიწვიონ რაღაც ეტაპზე ადამიანში. მაგალითად, აი ძილის რესტრიქცია, როცა ძილს გაღვიძების დროს ზღუდავ და ასე შემდეგ, მერე მეორე დღეს ადამიანი დაღლილია და ასე შემდეგ, ხო? აი ეს ხო არ არის მარტივი, მაგრამ წამყვანი და ქმედითი ეს არის. რა თქმა უნდა, პრეპარატები შეიძლება ამიტომ ჩავთვალოთ და ეს იყოს კომბინირებული, მაგრამ ძალიან გამიზნული, ხანმოკლე, არა ხანგრძლივი, გარკვეულ ეტაპებზე რომ ვიცოდეთ რას ვეხმარებით. ეს რაც შეეხება უშუალოდ უძილობას, ხა მე როგორც ძილის ექიმი ისე ვლაპარაკობ, მაგრამ თუ ამ პრობლემას თან ერთვის მენტალური პრობლემა, რა თქმა უნდა ფსიქიატრმა ეს უნდა წაიყვანოს თავის მხრივ, იმიტომ რომ შეუძლებელია რომ მე ასეთ სიტუაციაში, სადაც უკვე გამოხატულია მენტალური პრობლემები, მხოლოდ აი ამ ჩემი კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიით ესეთ კარგ შედეგს მივახციო, ხო? ხო, და ჩვენ გამოცდილება კიდევ მით არის საინტერესო, რომ ანუ ჩვენ მაქსიმალურად ვერ იდებით იმ მედიკამენტების გამოყენებას, რომელიც სწრაფ მიჩვევას დამოკიდებულებასა და დოზის რეზისტენტობა რო განმარტოთ, ეს ნიშნავს, როდესაც წამალი გარკვეული დოზით მალევე კარგავს თავის ფუნქციას და სულ მეტი და მეტი გვჭირდება და ეს ძალიან სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს. იმიტომ ეს არის დაუსრულებელი პროცესი და ამიტომ იქაც არსებობს ძილის მედიკამენტები, რომლებსაც ეს ეგრეთ წოდებული დამოკიდებულება მიჩვევა ნაკლებად ახასიათებდა და პრაქტიკულად არ ახასიათებდა. ალბათ აპრიორი და უპირატესი არის პირველ რიგში ანუ ქცევის და კორექცია, ანუ ძილის წესების დაცვა და არსებობს ძალიან ბევრი, თქვათ ეს ძილის თერაპიას თუ არ ჩაიტარებ ელემენტარული გაიდლაინები, ანუ რეკომენდაციები, რომლებიც
ძალიან მარტივია ზოგჯერ რომ დავიცვათ და შეიძლება მარტივმა რაღაცა მაგალითად ის რომ დაძინების წინ არ უნდა იყოს თქვა კაშკაშა ნათება ოთახში ან რამოდენიმე საათით ადრე მცირე სპორტული აქტივობა თუნდაც შეიძლება ეხმარება ზოგჯერ აი ამ რეკომენდაციები ძალიან ეხმარება ხოლმე და ძილის პრობლემას ხშირ შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ ქცევის კორექციით ვაწესრიგებ. იცი რა ჩვენ როცა ამას ვლაპარაკობთ, ახლა ხშირად ალბათ გაიფიქრებს ადამიანი, რომ ახლა რა სწავლება უნდა იმას, რომ საძინებელი კარგად დაბნელებული და განიავებული და უხმაური უნდა იყოს. აი ესეთ მაგალითს მოგიყვები, პაციენტი მყავდა არაჩვეულებრივი ქალბატონი, რომელსაც დაეწყო ესეთი ძილის დარღვევა და რომ დავიწყეთ კვლევა, თითქოს არაფერი ესეთი მიზეზი არ ქონდა, აი ამ საძინებლის პირობების, შემდეგ გაახსენდა, რომ მის ქვეშ პირველ სართულზე, საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე გაიხსნა საცხობი, რომელიც გვიან ღამე იწყებდა და დილამდე მუშაობდა და საკმაოდ ესეთი ხმაური იყო და აღმოჩნდა, რომ ეს იყო მთავარი ტრიგერი მისი უძილობის, ესე რომ აი ამ თითქოს რაღაცა ელემენტარულად ძალიან მარტივ წესებს ხშირად ესეთი გადამწყვეტი მნიშვნელობაც კი შეიძლება ჰქონდეს. და მაინც უფრო ესეთ კავშირსო დაუბრუნდეთ მაინც მენტალურ პრობლემებთან, ალბათ ყველაზე ხშირი რაც არის ეს არის გუნებგანწყობის დარღვევები, თქვათ დეპრესია და დეპრესიის მსგავსი გუნებგანწყობის დარღვევები, შფოთიაშლოები, ობსესიურ-კომპულსიური აშლობა. პანიკური შეტევები ღამე, რომელიც ძილიდან აღვიძებს ადამიანებს. აი ღამის გამოღვიძება საკმაოდ ხშირია, როდესაც ადამიანს რომელსაც მიდრეკილება აქვს პანიკური შეტევებისგან, როდესაც ღამის გამოღვიძება შეიძლება პირდაპირ მაპროვოცირებელი აღმოჩნდეს პანიკური შეტევის. აქვე კოშმარები, ხო, ცუდი სიზმრები, რომლებიც აი ამ სტრესის და პოსტტრაუმული სტრესული სინდრომის დროს საკმაოდ ხშირია და ერთ-ერთი წამყვანი ხშირად ძილის დარღვევის ხარისხსაც მიუთითებს, როდესაც არის რაღაცნაირად გამოღვიძებისას, თუმცა სამწუხაროდ ჩვენ სიზმრებზე გავლენა მედიცინა ჯერ ამეტავსი არ შეუძლია შინაარსის შეცვალოს, მაგრამ ძილის ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად ეს განცდა რაღაცა ნეგატიური სიზმრის ნახვის მერე ეს ემოციებით გაღვიძების, რასაც ძილი მოწესრიგდება ხშირ შემთხვევაში ესეც ასე ვთქვათ ლაგდება ხოლმე და ძალიან საინტერესოა სიზმრები აღნიშნეთ ჩვენ და ტრავმული სიზმრები და ზოგადად ახლა სიზმრის ფუნქცია ესეთი ძალიან დიდი მეცნიერი იყო მიშელ ჟუვე, რომელსაც ლომის წვლილი მიუძღვა ძილის ფუნქციის შესწავლაში და მან თქვა რომ სიზმრის შესწავლა იქნება და ახსნა სამეცნიერო აი ამ ფენომენის იქნება ალბათ ერთ-ერთი უკანასკნელი ბასტიონი მეცნიერების, რომელიც დაეცემა და ძალიან საინტერესო კვლევები მიმდინარეობს ამ თვალსაზრისით, იმიტომ რომ ახლა მოგეხსენება აი ამ ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ჩვენ გვაქვს საშუალება რომ მივიღოთ გარკვეული ინფორმაცია ტვინის ფუნქციონირების შესახებ აი ამ სიზმრის ნახვის დროს. შენ თქვი რომ სიზმრის შინაარს ვერ ვთვლითო, მაგრამ სხვა შორის გადავაწყდეს რაღაცა ესეც CBT-ის ესეთი წეს მეთოდია ესეც სიზმრის ეგრეთ წოდებული რეპეტიცია, როდესაც ეს მომაბეზრებელი ტრავმული სიზმრების დროს ადამიანებს ურჩევენ რაღაცნაირად ასე ვთქვათ მოყვენ ეს სიზმრები, ოღონდ შეუცვალონ დაბოლოება. ეს ამას თუ რეგულარულად აკეთებენ, თითქოს ეს ეფექტური კოგნიტიური გავარჯიშება ხდება და გავარჯიშების შედეგად შეიძლება დაერქვა. ძალიან საინტერესო ეს არის და აი ახლა საუბრობდი ნათია თქვათ კოგნიტიური ბიჰევიორალური თერაპიის სპეციფიკური მიმართულების, რომელიც ძილზეა და ძილის ხარისხზე ორიენტირებული ამის დანერგვას და მე მიხარია რომ ჩვენი ერთობლივი იდეა რომ ამ მიმართულებით ეს ძალიან კარგად ხარისხიანად აკადემიურად ქართულ სივრცეში შემოვიტანოთ და დავნერგოთ და აი ამ მიმართულებით ვითანამშრომლოთ, და მოხარული ვარ მისალმები და ალბათ მალე ამის იმპლემენტაცია შევძლებ და უკვე საზოგადოებისთვის. მე მაქვს გუგა, იმიტომ რომ ეს როდის იყო უკვე 2018 წელს დამთავრდა ეს რუსთაველის ფონდის პროექტი, სადაც ჩვენ ჰოლანდიელ კოლეგებთან ერთად გავაკეთეთ ადაპტაცია და შევქმნით აი ამ ქართული CBT-ის
პირველი ვერსია და ვეცადეთ აი მისი დიგიტალური ვერსიის შექმნას, იმიტომ რომ რა არის ძალიან საინტერესო, რომ აი ეს დიგიტალური კოგნიტური ბიჰევიორული თერაპია აღმოჩნდა ისეთივე ეფექტური, როგორც აი პირისპირ გამომდინარე იქედან, რომ ადამიანები, ასე ვთქვათ, მიმოფანტულები არიან, ახალგაზრდები ძალიან კარგად ხმარობენ აი ამ гаджеტებს, ზოგიერთს ურჩევნია კიდევაც აი ეს პირისპირ სესიებს, რომ აი ესეთი სახით გაიაროს ეს CBT. მაშინ მართალი გითხრათ, ჩვენ ეს მე ვეღარ ავამუშავებთ, იმიტომ რომ ეს მთელ რიგ რაღაც გაუმჯობესებებს საჭიროებს იმისთვის, რომ რეალურად ეს დაინერგოს და თანაც ჩვენ ნევროლოგები ვართ, არც ფსიქიატრები და არც ფსიქოლოგები და ამიტომ ვიფიქრე, რომ რაღაცნაირად ჩვენ რო ერთად გვეთანამშრომლა ამ მიმართულებით, შეიძლება ისეთი სახით გაკეთდეს და ისეთ ადამიანებისთვის ადვილად საქართველოში ქართულენოვანი ადამიანებისთვის ადვილად მოსახმარი და ეფექტური გახდეს აი ეს კოგნიტური ბიჰევიორული თერაპია. აუცილებლად გავაკეთოთ და კიდე ახალი სიახლე და ადამიანების ჯანმრთელობას დახმარებაში კიდე ერთი ერთობლივი ნაბიჯი გადადგა. დიდი სიამოვნებით ყოველთვის. ძალიან კარგი. შეეთან ნებისმიერი სიახლის და ნებისმიერი ახალი პროექტის დანერგვის და კიდე მინდა ძალიან აქტუალურია ძილთან დაკავშირებით და არის ხოლმე თანამედროვე ვთქვათ ეგრეთ წოდებული гаджеტების, ანუ ძალიან ხელმისაწვდომია, ძალიან ბევრია, ძალიან ფართოდ შემოვიდა ჩვენ ცხოვრებაში და ხშირად არის ხოლმე ესეთი ის, რომ რა თქმა უნდა, მას გარკვეული ნეგატიური გავლენა აქვს ჩვენი ძილის ხარისხზე, მაგრამ ზოგჯერ ისიც ხდება, რომ პირიქით ჩვენ რო არ გვეძინება, ხშირ შემთხვევაში იძულებული ვართ, რომ წიგნი ავიღოთ, არამედ მაგალითად ტელეფონი ავიღოთ და სკროლოთ და რაღაცებს ვუყუროთ და ნახოთ და რამდენად მნიშვნელოვანია ეს კავშირი, უკავშირი და აი ამ гаджеტებთან თანამედროვე, თქვათ ასე თქვათ, იმას რას გეტყვი. რა გითხრა გუგა ცივილიზაციამ და ურბანიზაციამ ზოგადად ითვლება, რომ ეს ერთ-ერთი მთავარი ჭღალებში დამნაშავეა ძილის დარღვევებში და თავიდან ელექტროენერგიის და ელექტროგანათების და ნატურების დანერგვა მაგალითად აი ესეთი ძალიან საინტერესო სტატია წავიკითხე ამას წინ სოციოლოგების, რომ ბერლინში მე-20 საუკუნის დასაწყისში აი უკვე წარმოშვა ძილის დარღვევა როგორც სოციალური და გავრცელებული პრობლემა, რომლის გამოც ადამიანები უკვე აქტიურად მიმართავდნენ ექიმებს. ახლა წარმოიდგინე რატომ? იმიტომ რომ გაჩნდა ხელოვნური განათება, ხელოვნური განათების გამო გაჩნდა ცვლაში სამუშაო, გაჩნდა ღამის ცხოვრება და ადამიანებს აი ეს ბუნებრივი ციკლი, რომელზეც ჩვენ ვლაპარაკობდით და რომელიც მიბმულია განათებაზე და დაღამებაზე, ეს დაერღვათ და ახლა იმის მერე საწავედით და აგერ гаджеტებთან ვართ და მერე კიდე საწავოთ კაცმა არ იცის და ცხადია ეს ყველა ეს ხელსაწყო არღვევს ჩვენ ცირკადულ რითმს და აადვილებს ძილის დარღვევის განვითარებას. მაგრამ რამდენიმე მომენტია ერთი ის, რომ ჩვენ ემოციურად ვართ ჩართული, როცა ვსკროლავთ არა, კორტიზოლი გამოგვეყოფა, ხიზლდებით. მაგრამ გარდა ამისა, ულტრაისფერი განათება შლის იმ მელატონინს, რომელიც არის გამშვიდობი მექანიზმი, აი შენ ახსენე მელატონინი რომ მივიღოთ უსაფრთხოა თუ არა, თუ მელატონინი მივიღეთ და მე დავასხივეთ ეს ჩვენი მელატონინი და ეს მელატონინი დაიშალა, ეკრანს თუ უყურეთ, მაშინ მაინც ვერ დავიძინებთ არა. ხო და ამიტომ განახლების სიხშირე მოქმედებს და ძალიან ბევრი რაღაცაა, ბევრი ფაქტორია. ხო და ამიტომ სამწუხაროდ ეს კავშირი არსებობს და კიდევ ერთხელ ახლა თუ ეს ადამიანი არის მგრძნობიარე, ზოგჯერ არის რომ ადამიანს, რა ვიცი, შეიძლება ყველა შუქი განათებული იყოს, ყველა ხელსაწყო ჩართული იყოს და მაინც კარგად ეძინოს. ესეთი ბედნიერი გამონაკლისებიც არსებობს, მაგრამ თუ ძილის პრობლემა გვაქვს, მაშინ უნდა ვიფრთხილოთ гаджеტების მხრივ. აი რეკომენდაციებიც ჩამოვაყალიბოთ, ანუ რომ შევაჯამოთ გარკვეულწილად ჩვენი საუბარი, ანუ ძირითადად რა ნიშნებია მაინც როდესაც ადამიანმა შეიძლება ამოიცნოს მისი ძილის დარღვევა, გარდა ძალიან ნაცნობი სიმპტომისა, როდესაც არის უძილობა, ანუ ჩაძნების გაძნელება და რა შემთხვევაში, როგორ რა ეტაპობრივად როგორ შეიძლება ადამიანმა შეეცადოს მის გამოსწორებას, რა ვთქვათ, საკუთარი ძალისხმევით, როდის არის სპეციალისტის ჩართულობა, იმიტომ რომ არ შეიძლება ყოველთვის პირდაპირ სპეციალისტს ამოქმედო, რაღაც შეიძლება
არსებობდეს გარკვეული ღონისძიებების და საშუალებები, როცა იგივე რაღაცა ქცევის და წესების მოწესრიგებითაც პრობლემა მოაგვარა. რა როგორ ამოიცნონ ადამიანებმა ძილის პრობლემა და რო გაგვიზია რომ სტაშენი რეკომენდაციები რომ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს რომ შეამოვნებით. გუგა პირველ რიგში არის ის რომ აი ძილის დარღვევაზე, როგორც სამედიცინო პრობლემაზე და დიაგნოზზე ჩვენ ვსაუბრობთ მაშინ, როდესაც ეს პრობლემა არის ქრონიკული. თორე ახლა თითოეულა უძილო ღამე ბუნებრივია ყოველს ქონია და უნდა გქონდეს კიდევაც წარმოუდგენელია სხვანაირად არა ცხოვრება. მაგრამ როდესაც ეს პრობლემა არის ქრონიკული, აი მაგალითად უძილობაზე როცა ვლაპარაკობთ, თუ კვირაში მინიმუმ 3 ღამე, მინიმუმ 3 თვის განმავლობაში ჩვენ ცუდად გვზინავს და შემდეგ ცუდად გრძნობთ თავს მეორე დღეს, მაშინ ეს უკვე არის სამედიცინო პრობლემა, ხო? და უნდა მივმართოთ ექიმს. ან ვეცადოთ ჩვენ თვითონ მოვაწესრიგოთ, თუ ჩვენ თვითონ შეგვიძლია რაღაცნაირად დავადგინოთ, რატომ მოხდა. ეს ამბავი და რაღაცა ზოგადი პრინციპები უნდა ვიცოდეთ, იმიტომ რომ როდესაც ვამბობთ რა ამყარებს უძილობას, ამყარებს ის, როცა ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს პრობლემა მოვაწესრიგოთ. მაგალითად, დავიწყოთ ადრე საწოლში დაწოლა, რაც კიდევ უფრო ახანგრძლივებს ჩვენ უძილო მდგომარეობას საწოლში არა, ან ცოტა დავლიოთ ძილის წინ, რაც ჩაძინებას აადვილებს, მაგრამ შემდეგ ალკოჰოლის დაშლის პროდუქტები ძილის სტრუქტურას არღვევს და გვაფხიზლებს არა. ამიტომ აი ეს მცდარი ნაბიჯები რო არ გადავდგათ, როგორც წესი, აი ჰიგიენა, რასაც ქვია ძილის ჰიგიენა. ეს უნდა დავიცვათ. მოვაწესრიგოთ და გავხადოთ იდეალური, რაც შეიძლება მეტად კომფორტული ჩვენი საძინებელი, გქონდეს შესაბამისი ფიზიკური აქტივობა, მე არ ვამბობ პირიქით ფიზიკური და ემოციური სტრესი უშუალოდ დაძინების წინ, მაგალითად რომ წავიდეთ და კარგად ვივარჯიშოთ დარბაზში და შემდეგ უცებ დავწვეთ საწოლში, ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავიძინებთ, მაგრამ გასეირნება რაღაც იცი ძილის წინ აი რაღაცა ჩვენი რიტუალის შექმნა, რაც განწყობას შეგვიქმნის ძილის, რაც დაგვამშვიდებს. უფრო მოსაწყენი რაღაცების კეთება, თბილი შხაპი, შემდეგ წიგნის კითხვა, რაც უფრო მოსაწყენი იქნება, მით უკეთესი ხო? მონოტონური ეს ხალხს რო ჩავიძინოთ უფრო ადვილად, ხო? აი ეს ყველაფერი დაგვეხმარება ჩაძინებაში. რა თქმა უნდა, ესეთი მატონიზებელი სასმელები, კაფეინის შემცველი და ასევე ალკოჰოლი მაინდა-მაინც დაძინებამდე 3 საათით ადრე, ისევე როგორც დანაყრება არ არის სასურველი, მაგრამ აქვე ვიტყვი, რომ შიერი დაწოლაც ნამდვილად არ უწყობს დისკომფორტია და სტრესია რა. ასე რომ აი ეს ზოგადი რჩევები ასეთი მექნებოდა და თან მე ურჩევდი ჩვენს მაყურებელს, რომ დაუკვირდნენ აი ამ თავის მდგომარეობას და თუ აი ეს ხანგრძლივია, ქრონიკულია და დღის განმავლობაში მათ ერღვევათ, ასე ვთქვათ, არა მარტო ძილი, არამედ ღვიძლიც უკვე არა, მაშინ უკვე უნდა მათ მიმართონ ექიმს. დარღვევა, ანუ ნიშნავს გამოუძინებლობის შეგრძნება, შრომის უნარიანობის დაქვეითებას, ან მაგალითად იმას, რომ შუა დღეს ჩვენ, ანუ დღე სიფხიზლეს ვერ ვინარჩუნებთ და ვთქვათ, იგივე შუა დღეს ან რაღაც სამშაბათო დღის ბოლოს უკვე ის განმავლობაში გვაქვს მოჭარბებული ძილი ან ბახა ის გვეძინება საჭესთან, გვეძინება ხო სავარძელში. არის იმის ნიშნები, რომ ჩვენ ძილი დარღვეულია, მოწესრიგება საჭიროებს. ანუ ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს ძილის პრობლემის, მე ასე ვფიქრობ, მაგრამ ეს ანიშნავს, რომ ჩვენ იგნორი გავუკეთოთ ძილის პრობლემას. არავითარ შემთხვევაში. გრძელვადიან პერსპექტივაში ალბათ მას ძალიან ბევრი ზიანის მოტანა შეუძლია. ალბათ ჩარევა აი ესე რაღაცა ქცევის მოწესრიგება, წესების დაცვა, დღეს ინტერნეტი ყველას აქვს ხელმისაწვდომია, რომ ელემენტარულად ჩვენ ვთქვათ გზამკვლევები, გარკვეული ინფორმაცია მოვიძიოთ. ეს დასაშვებია და კარგია და ურჩევთ ჩვენ ადამიანებს, რომ ამას უნართონ, მაგრამ ალბათ ის თუ დააღნიშნოთ, რომ თვითმკურნალობა უკვე მედიკამენტების გამოყენება ალბათ კატეგორიულად დაუშვებელია. არავითარ შემთხვევაში მედიკამენტები არ გამოვიყენოთ. ნუ ახლა კატაბალახა, აი ესეთი მცენარეული მედიკამენტები, რა თქმა უნდა, შეიძლება ისიც ხანმოკლე პერიოდი, მაგრამ თუ მედიკამენტებზე ფიქრს ვიწყებთ, უკვე ჯობს, რომ მოვინახულოთ ექიმი. ხო. და კვალიფიციურად უსაფრთხოდ იქნეს პრობლემა მოგვარებული. ძალიან დიდი მადლობა ანათია, რომ ხარ პირველი სტუმარი
პატივია გუგა და ჩემთვის. ჩემსაც პატივია შედსტურობა დღევანდელ ჩვენ პოდკასტში, ზოგადად ჩვენს კლინიკაში და მე მინდა რომ გადმოგცემ როგორც წეგან ვახსენეთ, ანუ ეს არის კლუბი ექსპერტები მენტალური ჯანმრთელობისთვის, გამორჩეული სხვადასხვა სპეციალობის ექსპერტები და აი პირველი წევრი, საპატიო წევრი ჩვენგან. ძალიან დიდი მადლობა, თან რაღაც არაჩვეულებრივი დიზაინია, ძალიან მომწონს. ჩემი გვარი და სახელიც აწერია, სახელობითია ესე იგი კლუბის წევრობა არა? ძალიან დიდი მადლობა. დიდი პატივია შენაირი სპეციალისტის და ექსპერტის კლუბის წევრობა. მადლობა დიდი. დიდი მადლობა და წარმატებები შემდეგ პოდკასტებში. ძალიან დიდი მადლობა რომ გვიყურეთ და ჩვენს მომავალ პოდკასტებში, მომავალ სერიებში შევეცდებით ძალიან ბევრ თემაზე, ბევრ საინტერესო მოწვეულ სპეციალისტთან ერთად გესაუბროთ სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემებზე, რომლებიც განსაკუთრებულად არიან დაკავშირებული მენტალურ ჯანმრთელობასთან.